შემიძლია დავიფიცო რომ ეგრე არ ყოფილა შეგიძლიათ დაიფიცოთ რომ სულხან თამაზაშვილმა არ გაგიშვა და კი ბატონო სამართლებრივად ეს ასე თქვენ ეჭვების გაფანტვის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. უხერხული შეკითხვების საპასუხოდ დავით გაბაძეს მოუწია ეღიარებინა, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღია. ყველაზე აქტიური პროცესში კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი იყო. ოფიციალურ მიზეზად დაასახელა ფაქტი, რომ მესამე ვადა და თითქმის 10 წელი ერთ თანამდებობაზე ბევრია. თუმცა სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მესამე ვადით ირჩევდნენ, ასე არ ფიქრობდა. თავრობის თავმჯდომარის როლი აქ შეიძლება მხოლოდ იყოს ის, რამდენადაც ის წარმოადგენს გუნდის წევრს და ბუნებრივია როგორც როგორც გუნდის სხვა წევრებთან უპირველეს ყოვლისა ის წარმოადგენს გუნდს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და რა თქმა უნდა მასთანაც ჰქონდა კონსულტაციები და ყველაზე მეტი კონსულტაციებიც მასთან ჰქონდა ბუნებრივია პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად. არა ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. მე გითხარით რომ დროა რომ შეიცვალოს მეთქი რაღაც ჩემს ცხოვრებაშიც დროა რომ შეიცვალოს უმაღლეს საბჭოს საქმიანობაშიც. დაიწყო თუ არა თორნიკე რიჟვაძის გუნდისგან აჭარის მთავრობის გაწმენდის ახალი ეტაპი. დავით გაბაიძე შიდა დაპირისპირებას უარყოფს. თუმცა იმ ფაქტს არა რომ ის რიჟვაძის არათუ ახლო გარემოცვის წევრი, არამედ ნათესავია. წყენის გადაფარვა დღეს მადლობებით სცადა პირადად ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა ლიდერების მისამართით. ჯერ არ იცის დარჩება თუ არა საბჭოში რიგით წევრად მაინც, თუ ამ სტატუსსაც დათმობს. მე მგონია რომ აქ სიტყვა კლანი არ არის ის ტერმინი რომელიც უნდა გამოვიყენოთ ერთი კი ბატონო გამოძიება გრძელდება ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მეორე ბატონი თორნიკე ღმერთს მადლობა რომ ჯანმრთელია და გამოძიებას თავის გას ნახავს ბატონი თორნიკეც თავის გას ნახავს. სად არის და რას გეგმავს თორნიკე რიჟვაძე? ეს კითხვა თვეებია ღია. ზუსტად 5 თვე გავიდა მას შემდეგ რაც მისმა მეგობარმა ალექსი ახვლედიანმა საჯაროდ დაანონსა რომ რამდენიმე დღეში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნდებოდა და თვითმკვლელობის მცდელობის საქმის შესახებ ყველაფერს მოყვებოდა. რიჟვაძე დღემდე დუმს და ამ დრომდე დუმილიარდს მისი უახლოესი გარემოცვის არც ერთ წევრს დაურღვევია, რომელიც პარტიამ თანამდებობებიდან ერთმანეთის მიყოლებით მოხსნა. ვინ ჩაანაცვლებს ახლა დავით გაბაიძეს? ქართული ოცნება კანდიდატს ჯერ ოფიციალურად არ ასახელებს, თუმცა არაოფიციალური ვერსიით ის ცოტნე ანანიძე იქნება. ჯერობით არ ყოფილა კონსულტაციები, იმიტომ რომ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ პირადი გადაწყვეტილებით რამდენიმე წუთის წინ დატოვა პოსტი. რა მნიშვნელია უკვე უმაღლეს საბჭოს ფორმა? ჯერჯერობით არა, იქ მოხდება შეკრება და შესაბამისი პროცედურების დაცვით განხორციელდება ყველა ის პროცედურა, რასაც კანონმდებლობა და რეგლამენტი ითვალისწინებს. ინფორმაციის დადასტურებისგან ანანიძე თავს იკავებს. თუმცა მისი პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის ქართული ოცნების დღევანდელი პრიორიტეტებისთვის შესაფერისი კანდიდატია. დავით გაბაიძისგან განსხვავებით ის აქტიურად იყენებს სხვადასხვა ტრიბუნას პარტიული პროპაგანდის გასავრცელებლად. საჯარო განცხადებების გარდა ოპონენტებს და შესაძლოა საკუთარ პარტიასაც თავი იმითიც დაამახსოვრა, რომ რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს ხმა არა ერთი, არამედ ორივე ხელის აწევით მისცა. 100 გვერდის დაწერა ორ დღეში ხო ეს ხო წარმოუდგენელია. ეს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტი სამწუხაროდ საბჭოთა მოსკოვში დაწერილ დოკუმენტს უფრო გავს. ევროკავშირი და ევროპა არ არის დღევანდელი ევრობიუროკრატია ჩვენი აღქმით. ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ჯოჯოხეთური პენტენციური სისტემა შექმნა, გულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, ბაჩანა ახალაიასთან ერთად, დღეს შეხედავ ეს კაცი ციხეშია თუ ინტერნეტ კაფეში ვერ მიხვდები რა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საბჭოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს რიჟვაძის თანამოაზრეობის და ნათესაობის გარდა პარტიამ სავარაუდოდ მონდომებაც დაუწუნა. ცდილობდა რომ რაღაცა სიძულვილის ენით ნაკლებად ესაუბრა და რთულ გადაწყვეტილებებზეც თუ რთულ განცხადებებზეც კი რაღაცა დაფიქრებული იყო მაინც და სხვა სიტყვებით ეთქვა, განსხვავებით რა ვიცი თორნიკესაგან თუ უმაღლეს საბჭოს სხვა წევრებისა თუ სხვა ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებისაგან, ხო? ის ცდილობდა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს რაღაც ფუნქცია შეეძინა, რაღაცა მეტი ჩართულობა ყოფილიყო საზოგადოების, მაგრამ საჭირო დროს სამწუხაროდ მან ძალიან ბევრ მის მეგობარს მოლოდინი გაუცრუა. ერთ დროს კარგი იურისტი და პატიოსანი ადამიანი ვერ აღმოჩნდა ის კაცი, ვინც იტყოდა რომ მაგალითად რუსული კანონი არის ცუდი და ის დაღუპავს ამ ქვეყანას და სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეჯამებისთვის ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, აი ბოლო პერიოდში ვინც კი მუშაობს, რა ვიცი, ჩვენთვის არალეგიტიმურ აჭარის მთავრობასა თუ უმაღლეს საბჭოში, მაინც მიმაჩნია რომ ის დანარჩენებს ჯობდა. ეს არის ახლა თვალებში დაცრის შეყრა ადამიანებისთვის, რომ თითქოს ის საკუთარი გადაწყვეტილების გამო გადადგა. ეს რა თქმა უნდა არის
პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა ის ადამიანი, ვინც დაკავშირებული იყო წინა თავმჯდომარესთან, ნელ-ნელა ხდება ის, რომ რაღაცნაირად ჩამოცილდეს პროცესს, მათ შორის მთავრობაში, მათ შორის თვითმმართველობაში და ეს არის ძალიან რთული ამბავი გამომდინარე იქედან, რომ ის ადამიანები, ვინც თანამდებობებს ტოვებენ, ვიცით ვისი ნავსაყუდელი სად არის ხოლმე და იმედი მაქვს, რომ დავით გაბაიძეც ამაზე არ დაადგება. დავით გაბაიძე ქართულმა ოცნებამ პოსტზე მესამედ 2024 წლის 26 ნოემბერს ერთპარტიულად აირჩია, როცა მისმა პარტიამ არჩევნები ლეგიტიმურად გამოაცხადა. მალევე ახალმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობაც დაამტკიცა. დღეს კი მთავრობას აღარც თორნიკე რიჟვაძე მართავს და საბჭოს ახლა უკვე აღარც გაბაიძე. მის შემცვლელს უახლეს დღეებში სხდომაზე აირჩევენ.